საავიზო ცენტრი კონსულისა და ტურისტული კომპანია ვინგლეთის სახელით. დღეს ვისაუბრებთ სინგაპურის საავიზო პროცესებსა და სამოგზაურო რჩევებზე. დავიწყოთ სტატისტიკით. სინგაპურის პასპორტის მფლობელებს 129 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა უვიზოთ, 24 ქვეყანასაც სჭირდებათ სტიკერ ვიზა, 900-თან ETA, ეს არის ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაცია, ხოლო Visa on Arrival, ანუ იგივე ვიზა ჩაფრენისას 36 ქვეყანასთან. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სინგაპურში მოგზაურობას. საქართველოს ამ ქვეყანაში უვიზოთ შესვლა 164 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ვიზა კი 34 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. რაც შეეხება ტურიზმის ზოგად სტატისტიკას, სინგაპურს 2024 წელს 15 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტების რაოდენობა შემცირდა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, მანამდე კი სინგაპურს საშუალოდ 19 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა ხოლმე. საკმაოდ დიდი რიცხვია. ნამდვილად დაგეთანხმები თინა. რა გზები არსებობს თვითონ ვიზის მისაღებად, რა ტიპის ვიზებია და ასე შემდეგ. სინგაპურის ვიზის მისაღებად არსებობს ორი გზა: ელექტრონული გამარტივებული ვიზა და სტიკერ ვიზა, რომელიცაც ვიღებთ თურქეთში, კერძოდ ანკარაში არსებულ საკონსულოში. განვიხილოთ ორივე მათგანის მიღების პროცესები. ელექტრონული ვიზის მიღება e-კონსულის ვებგვერდის საშუალებით ძალიან მარტივია. შედიხართ e-კონსულის ვებგვერდზე e-კონსულ.g. შემდეგ ჩვენი სერვისებიდან ირჩევთ ქვეყანას სინგაპურს, გადაიხდით მომსახურებისა და მოსაკრებლის ღირებულებას, გააგზავნით ფოტოსურათს, სასტუმროს ავიაბილეტს, ის ჩავშანს და 2-დან 8 სამუშაო დღეში უკვე ელფოსტაზე მიიღებთ ელექტრონულ ვიზას PDF ფორმატით. ვიზის ავთენტურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სინგაპურის მიგრაციის სამსახურის ვებსაიტზე. თითოეული ვიზას გააჩნია უნიკალური იდენტიფიკატორი ავთენტურობის შესამოწმებლად. ვიზა ელექტრონულად ინახება ICA-ის სისტემაში და ხელმისაწვდომია საიმიგრაციო ოფიცრისთვის საზღვარზე შესვლისას. e-კონსულის პლატფორმიდან e-ვიზაზე განაცხადის გაკეთება და ვიზის შესახებ ვიზის მიღება შეუძლია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, უკრაინის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს. სინგაპურის ვიზის მოქმედების ვადა გრძელდება 9 კვირა გაცემის თარიღიდან. შესვლის რაოდენობა ერთჯერადი, ორჯერადი ან მრავალჯერადი დამოკიდებულია არჩეული ვიზის ტიპზე. ასევე ვიზის დამუშავების პროცესი ხდება 24 საათიდან 8 სამუშაო დღეში. ვიზის ღირებულებაც სწორედ ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ, რომ სინგაპურში თითოეული ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ანუ ქვეყანაში შესვლისას თქვენს პასპორტს დაესმება შესაბამისი შტამპი, რომელიც ჩვეულებრივ გაძლევთ უფლებას დარჩეთ 30 დღის განმავლობაში. ასევე შესაძლებელია ყოფნის ვადის გაგრძელება, განაცხადის გაკეთება სინგაპურში ყოფნის დროსაც. თინა, ელექტრონული ვიზის პლატფორმა, რაც ახსენე e-კონსულის ვებსაიტზე, რომ შესაძლებელია საავიზო განაცხადის გაკეთება, ძალიან საინტერესოა და ჩემთვისაც სიახლე იყო სიმართლე გითხრა. თუმცა, შენ ახსენე, რომ კიდევ სხვა ტიპის ვიზებიც არსებობს, როგორც არის მაგალითად სტიკერ ვიზა და ამისთვის თურქეთშიც კი უწევს ადამიანს ჩასვლა. ანუ რა შემთხვევაში სჭირდება სტიკერ ვიზა და რა შემთხვევაში ვაკეთებთ ამას უკვე სახლიდან გასვლით, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, თუ ელექტრონულ ვიზაზე მიიღებთ უარს პასუხს, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს სტიკერ ვიზა. ასევე თუ მიდიხართ სხვა ვიზიტით, გარდა არატურისტულისა, საქმიანი ვიზიტი ან სხვადასხვა მიზნობრიობით, მაგალითად როგორიც არის სწავლა, საცხოვრებლად გადასვლა და ასე შემდეგ, ასევე დაგჭირდებათ სტიკერ ვიზის აღება. სტიკერ ვიზის მიღების საავიზო პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად. პირველ რიგში დოკუმენტაციის დასკანერებულ ვერსიას აგზავნით თურქეთში არსებულ ანკარის საკონსულოში. დასტურის შემდგომ გენიშნებათ გასაუბრების თარიღი და ორიგინალ დოკუმენტების წარდგენის შედეგად უკვე კონსულ ოფიცერი იღებს გადაწყვეტილებას მოგცემთ თუ არა თქვენ ვიზა. საერთაშორისო მგზავრებს სინგაპურში შესვლამდე მოეთხოვებათ ეგრეთ წოდებული შესვლის ბარათის
და ჯანმრთელობის დეკლარაციის შევსება. გამგზავრებამდე 3 დღით ადრე ონლაინ ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ან ICA-ის ვებგვერდზე. ეს არის სავალდებულო ამ ბარათის შევსება. თინა, სატრანზიტო და საკრუიზო ვიზების შესახებაც რომ ვისაუბროთ, კრუიზი საკმაოდ პოპულარული პროდუქტია და ჩვენ ხედავთ, რომ დღითიდღე იმატებს უკვე აზიის მიმართულებით გემებით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი. ამ შემთხვევაში როგორ ხდება და რა შეიცვალა 2025 წლიდან? კი, განვიხილა ახალი რეგულაციის თანახმად მინიმუმ 3 დღით უნდა მიემგზავრებოდეს ადამიანი, რომ ტურისტული ელექტრონული ვიზა გაიცეს მასზე, საჭიროა შესაბამისად 3 დღიანი სასტუმროს და ფრენის ჯავშანი. ასევე მიმდინარე წლიდან გემით შესვლა გამოსვლის შემთხვევაში საჭიროა სტიკერ ვიზა. რაც შეეხება სატრანზიტო გადაადგილებას სინგაპურის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ 96 საათით ტრანზიტ სინგაპურში, შეუძლიათ ისარგებლონ Visa Free Transit Facility, ეს არის VFTF პროგრამით. ამისთვის აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს. ეს არის პირველი, მიემგზავრებოდეთ მესამე ქვეყანაში სინგაპურში ტრანზიტით, ან უნდა გაჩერდეთ 96 საათზე მეტი ხნით. მეორე, უნდა ფლობდეთ მოქმედ ავიაბილეტს, უნდა გქონდეთ სინგაპურთან შემდეგ ქვეყანაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი, რომელიც სინგაპურიდან გამგზავრებას 96 საათის განმავლობაში ითვალისწინებს. მესამე, უნდა მიემგზავრებოდეთ საჰაერო გზით, სინგაპურში შესაძლებელია ნებისმიერი სატრანსპორტო გზით შესვლა, მაგრამ სინგაპურიდან გამგზავრება უნდა მოხდეს აუცილებლად საჰაერო გზით. და მეოთხე, უნდა შეავსოთ Singapore Arrival Card-ი სინგაპურში შესვლამდე, როგორც თქვი, 3 დღით ადრე და სინგაპურის ICA-ის ვებგვერდიდან. ამ ვიზისა და Arrival Card-ის მიღების შემდგომ უკვე ალბათ ძალიან საინტერესოა, როგორ დავგვეთქმოთ ტური, იმიტომ რომ ჩვენ ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ ავიაბილეთის მოძიებას და ვიცით, რომ სინგაპურში პირდაპირ რეისები არ გვაქვს, აუცილებელია რომ რომელიმე ქვეყნის გავლით მოხდეს მოგზაურობა. ანი, შენი საუბრებ ამის შესახებ ყველაზე უფრო, აი რომელს გვირჩევ, რომელი სატრანზიტო ქვეყანა ავირჩიოთ, როდესაც სინგაპურში მივფრინავთ. თინა, სინგაპური პრინციპში ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება პირადად ჩემთვისაც და ძალიან დიდი სიამოვნებით მოვუყვები მაყურებელს მის შესახებ. პირველი დავიწყოთ იმით, რომ სინგაპური ქალაქის სახელმწიფოა, რომელიც ეკვატორთან ძალიან ახლოს მდებარეობს. სინგაპურში მოხვედრა ერთი გადაჯდომით არის შესაძლებელი თბილისიდან, მაგალითად სტამბოლის, დუბაის ან დოჰას ტრანზიტით. სხვა ტრანზიტებიც არსებობს, თუმცა ამ სამს გამოვყოფდი. მე პირადად სინგაპურის დაგეგმვას ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ყველას, ვინც შორი აზიის მიმართულებით მიემგზავრება, მაგალითად ტაილანდის, მალაიზიის ან ინდონეზიის მიმართულებით. მგზავრების უმეტესობას უნდა ხოლმე საზღვაო დასვენება რაიმე კულტურულს დაუკომბინიროს და ჩემი რჩევა ყოველთვის გადის სინგაპურზე. მარტივად რომ გითხრათ, ტურს ან სინგაპურით ვიწყებთ, ან კურორტით. ღამისთევების დიდი ნაწილი კურორტზე მოდის და სინგაპურში დაახლოებით 3 ან 4 ღამისთევა გრჩება ხოლმე. ბევრი მოგზაურის აზრით სინგაპურის აეროპორტი საუკეთესოა მათი გამოცდილებით. მეც ასე ვფიქრობ. ცალკე ამბავია იმ ყველაფრის მოყოლა, რაც ამ აეროპორტში ხდება, თუმცა ეს მომავლისთვის შემოვინახოთ. ბიუჯეტს რაც შეეხება, სინგაპურის ავიაბილეთი დაახლოებით 1000 ევრომდე ბიუჯეტშია. ჩემი რჩევაც სინგაპურის კომბინირებასთან დაკავშირებით რომელიმე კურორტულ ზონასთან ავიაბილეთის ბიუჯეტს არ შეგვიცვლის. ანუ პირობითად ავიაბილეთი თბილისი, დოჰა, ფუკეტი, რაც ტაილანდში მდებარეობს და დაბრუნება სინგაპური, დოჰა, თბილისი, იგივე 1000 ევრო დოლარის ბიუჯეტში ჩაჯდება. ფუკეტსა და სინგაპურს შორის კი 1 საათიანი ფრენა და რომელიმე ადგილობრივ ავიაკომპანიას გამოვიყენებთ. ავიაბილეთი 100 დოლარამდე ბიუჯეტში დაგიჯდებათ. სასტუმროს ნაწილში სინგაპური მაღალ ბიუჯეტურ მიმართულებად ითვლება. საშუალო დონის სასტუმროსთვის მინიმუმ 200 დოლარის ბიუჯეტი მაინც გვჭირდება. სინგაპურს აქვს ცენტრი ორქიდეების ქუჩა, თუმცა ნაკლებად ცენტრალურ ადგილზეც რომ იცხოვროთ, ადგილობრივი ტრანსპორტი ძალიან მოსახერხებელი და სუფთაა. ზოგადად სისუფთავე სინგაპურში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ინსპექციას, სახლებშიც კი აკითხავს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ შეამოწმონ, რამდენად სუფთა სახლი აქვთ მათ.
ხო, როგორი საინტერესო არის, თან ერთგვარი უჩვეულო, მაგრამ ალბათ ეფექტიანი მიდგომა, რომელსაც სინგაპურის მთავრობა ყურადღებას აქცევს, რაც ალბათ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვითონ სინგაპურის როგორც ქვეყნის განვითარების მოწესრიგებ საკმაოდ სწორედ ამიტომაც არის მოწესრიგებული. მოდი სეზონურობაზე რომ გადავიდეთ, ჩემი ყოველთვის შეკითხვა არის ხოლმე, როდის არის კარგი სეზონი სინგაპურისთვის? კი ბატონო, რა თქმა უნდა, როგორც მე აღვნიშნე, აქამდე ზევით საუბრისას, სინგაპური მდებარეობს ძალიან ახლოს ეკვატორთან. ამის გამო აქ სულ ცხელა და მაღალი ტენიანობაა. საშუალო ტემპერატურა წლის მანძილზე 25-30 გრადუსია, თუმცა მაღალი ტენიანობიდან გამომდინარე, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ტემპერატურა არის გაცილებით მაღალი. სინგაპურში აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ გარეთ თუ ასე ძალიან ცხელა, შენობებში ყინავს კონდიცირების გამო. ამიტომ თან მოსაცმელი ატარეთ, რომელიც შენობაში შესვლისას აუცილებლად გამოგადგებათ და გაგახსენდებით. სინგაპურს აქვს 2 წვიმის სეზონი. დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე და ივნისიდან სექტემბრამდე. თუმცა მე არ გეტყვით, რომ წვიმიანი სეზონის დროს სინგაპურში არ გაემგზავროთ. ეს არის ადგილი, სადაც 3-4 დღით მიემგზავრებით და არ არის საზღვაო დასვენება. წვიმა კი დღის მანძილზე რამოდენიმე წუთით მოდის ხოლმე, რამოდენიმეჯერ, ამიტომ ის დიდ დისკომფორტს ნამდვილად არ შეგიქმნით. მთავარია კომფორტული ფეხსაცმელი გქონდეთ და ამასთანავე საწვიმარი ან ქოლგა. ქოლგას უფრო გირჩევთ ცხადიან ტენიანობის და სიცხის გამო. და ალბათ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ცენტრაზე. ვიცი რომ ეს შენი ყველაზე ისეთი საინტერესო და საყვარელი საკითხია. კი ბატონო, ამაშიც გეთანხმებით, ჩემი საყვარელი ნაწილია, ზოგადად ატრაქციები და სენტოსათი უნდა დავიწყო აუცილებლად. სენტოსა არის ძალიან პატარა კუნძული, რომელიც მთლიანად სავსეა სხვადასხვა ატრაქციებით. აქ გვაქვს Universal Studios პარკი, უდიდესი და ულამაზესი აკვარიუმი, წყლის ატრაქციების პარკი, ხელოვნური სანაპირო. პარკების გარდა სენტოსაზე იმართება მრავალი შოუ. სენტოსაზე მოხვედრის გზები კიდევ ცალკე ამბავია. აქ მოსახვედრად 3 გზა არსებობს. პირველი სტანდარტული სამანქანო გზა, სადაც მანქანით ან სხვადასხვა ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება. მეორე არის საბაგირო. ამ გზას გირჩევთ ყველაზე მეტად, რადგან ძალიან შთამბეჭდავია, როცა ზევიდან ხედავ ამ საოცრებას. და მესამე მონორეილი. ზოგადად მონორეილი კუნძულზე გადაადგილების ერთადერთი გზა არის. სენტოსაზე მდებარეობს რამოდენიმე სასტუმრო, სადაც შესაძლებელია ღამისთევების აღება. როცა ტურისტს უფრო მეტად ატრაქციები აინტერესებს, მე პირადად ყოველთვის ვურჩევ ხოლმე სასტუმროს სენტოსაზევე დაჯავშნოს, რადგან გადაადგილების დროს აღარ დაკარგავს. და სენტოსას სასტუმრო, რომელიმე პარკს მაინც თავაზობს ღამისთევასთან ერთად უფასოდ. ანუ დამატებით პარკში შესასვლელი ბილეთის ყიდვა აღარაა საჭირო. ამ მიზეზების გამო, თუ ბავშვებთან ერთად მიემგზავრებით, გირჩევთ ღამისთევები სენტოსაზე აიღოთ და ერთ დღეს სინგაპურის ქალაქის ტური დაგეგმოთ. Marina Bay Sands, ეს არის სინგაპურის ყველაზე ცნობილი სასტუმრო. აქ ღამისთევა საშუალოდ $500-600 ფარგლებშია ხოლმე. თუმცა მე გირჩევდით აიღოთ სასტუმრო, რომელსაც ექნება Marina Bay-ის ხედი და არა თვითონ Marina Bay-ში ცხოვრება. სინგაპურის ზოოპარკი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზოოპარკი მსოფლიოში სიდიდით და ასევე იმ მრავალფეროვნებით, რასაც ის სთავაზობს მომხმარებელს. არც ერთი ცხოველი არ არის გალიაში. ამ ზოოპარკში გადაადგილებისას ისეთი განცდა გაქვს, რომ რეალურ ჯუნგლებში დადიხარ. შესაძლებელია როგორც დღის მანძილზე ესტუმროთ ზოოპარკს, ასევე ღამის ზოოპარკის ტური დაჯავშნოთ. და კიდევ ერთი ატრაქცია, რომელსაც აუცილებლად გირჩევთ, რომ ესტუმროთ, არის ბოტანიკური ბაღი. ნამდვილად საოცარი სანახაობა დაგხვდებათ. სინგაპურში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამაა, თუმცა რეკომენდირებული 60 დღიანი ტურისთვის ეს ატრაქციები სავსებით საკმარისია. ცხადია, მთლიანად სინგაპურის ტურის დაგეგმვის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ პროგრამას შემოგთავაზებთ და დაგიგეგმავთ შესაბამისად. სანამ გადავალ რჩევებზე, აუცილებლად უნდა გკითხო ადაწესები. აი ესეთი უჩვეულო, რაც სინგაპურს გამოარჩევს ხოლმე სხვა ქვეყნებიდან. ხო, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რომ ვიცოდეთ სხვადასხვა ქვეყანას რა წესი აქვს იმისთვის, რომ რაღაც არ აღმოჩნდეთ უხერხულ სიტუაციაში. ბევრი ადამიანი მას შემდეგ, რაც იგებს, რა წესებით ცხოვრობენ სინგაპურში, ცოტა პროტესტის გრძნობაც კი უჩნდებათ. ჩემი აზრით, ყველაზე უცნაური კანონი
რეგიონი, რაც სინგაპურში არსებობს, არის ის, რომ აკრძალულია საღეჭი რეზინი. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ექიმმა დანიშნა. აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმა $1000-მდეა, ამიტომ სინგაპურში გამგზავრებისას თან არ წაიღოთ საღეჭი რეზინი. წევალებს ძალიან გაგიჭირდებათ სინგაპურში, შენობაში მოწევა ცხადი არსად არ შეიძლება, მათ შორის საკუთარ სახლში და ქუჩაში მხოლოდ სპეციალურ განკუთვნილ ადგილებში შეიძლება მოწევა. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი სასტუმროდან 1 კილომეტრში გაგიშვებენ მოსაწევად. ელექტროსიგარეტი აკრძალულია, მუსიკის ხმამაღლა მოსმენა არ შეიძლება, 10 საათის შემდეგ ხმაური და 11:30-ის შემდეგ კი დალევაც კი არ შეიძლება. ჯარიმა მტრედების გამოკვებაზე. გარემოს თუ დააბინძურებთ რაიმე ნივთით, ძირს დაგდებით, ამისთვის $4000-მდე ჯარიმის საშიშროების წინაშე დადგებით. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი წესის დარღვევა ჯარიმასთან და დაპატიმრებასთან ერთად სახალხო გამათრახებასაც კი ითვალისწინებს. 90-იან წლებში იყო შემთხვევა, როდესაც ამერიკის მოქალაქემ დაარღვია კანონი გრაფიტის შესახებ და კედლები მოხატა. მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტის ჩარევის, თინეიჯერი მაინც გაამათრახეს. ამ ყველაფრის არ შეგეშინდეთ, სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და დაცული ქვეყანაა. უბრალოდ აუცილებელია მათი წესები ესე დავიცვათ. Absolutად გეთანხმები, თითოეულ ქვეყანაში სადაც მივგზავრებით, მათი ათწესები, კანონები უნდა დავემორჩილოთ და უნდა დავიცვათ ხოლმე. ეხლა რომ გადავიდეთ რჩევებზე, დავტოვოთ ტიპი რესტორანში შესვლის დროს თუ რა გავაკეთოთ? ჩემი აზრით, ტიპი ყოველთვის უნდა დავტოვოთ რესტორანში შესვლისას, ეს ძალიან ისეთი აუცილებელი ამბავია. პირველი რჩევა კი სინგაპურთან დაკავშირებით იქნება ის, რომ სინგაპურის წესებს გამგზავრებამდე კარგად გაეცნოთ. შეზღუდვა იმპორტზე და საშუალებებზე, რისი იმპორტიც დაშვებულია ქვეყანაზე. ამიტომ გირჩევთ ამასაც კარგად გაეცნოთ წინასწარ. ქეშის გამოყენებას, ბარათის გამოყენებას ჯობს. ატრაქციების ბარათები შეიძინეთ წინასწარ. ტიპინგი, როგორც თინა მიკითხა, სავალდებულოა და მინიმუმ 5% მაინც გაითვალისწინეთ. დააგემოვნეთ street food-ი, ეს ის ქვეყანაა, სადაც ამის არ უნდა შეგეშინდეთ. თან იქონიეთ ქოლგა ან საწვიმარი, ამასთანავე კომფორტული ფეხსაცმელი. შენობებში სიგრილე, ამიტომ თან იქონიეთ მოსაცმელი და ასევე შეგიძლიათ დალიოთ ონკანის წყალი, რაც ისეთ ხშირი კითხვაა ხოლმე. დღეისათვის პრინციპში სულ ეს იყო და უნდა დაგემშვიდობოთ. ჩვენი შემდეგი რუბრიკა არც მეტი არც ნაკლები ავსტრალიას მიეძღვნება. ამიტომ დროებით.